ახლა ჩვენ ვიმყოფებით ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლთან და მივდივართ ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, რომელიც მდებარეობს შახრუხაძის 17 ნომერში და არის თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი ერთ-ერთი მუზეუმი. ნიკოლოზ ბარათაშვილზე რაც შეიძლება ითქვას, ის არის ქართული პოეზიისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მე-19 საუკუნის პოეტი, მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მან პირველმა შემოიტანა ევროპული დისკურსი და დასავლური დისკურსი ქართულ პოეზიაში. ზოგადად ძალიან გაჭირვებული ადამიანი იყო მიუხედავად მისი მაღალი წარმომავლობისა და მოკლედ ილია ჭავჭავაძის წარმოჩენილია, ასე ვთქვათ რა, ის რომ მას ახლა აქ ძეგლი აქვს და იქით მისი ხედი მდებარეობს, დიდწილად ამას უნდა უმადლოდეს, ასე ვთქვათ, ილია ჭავჭავაძის და თავდაუზოგავ შრომას, იმიტომ რომ ზუსტად ილია ჭავჭავაძემ შეალია უაღრესად დიდი ენერგია მის და მისი პოეზიის პოპულარიზაციას. თქვენ კი გამომყევით ჩემს TikTok არხზე, გამოიწერეთ იგი, დაალაიქეთ და დაარეპოსტეთ ვიდეო და მიკომენტარეთ, რას ფიქრობთ ნიკოლოზ ბარათაშვილზე და რა თქმა უნდა გახსოვდეთ, პოეზია უპირველეს ყოვლისა.